ისე ChatGPT-მ რომ გუნდი ამიწყო დღევანდელი ვარსკვლავებით. რა იქნება თუ ChatGPT-ს გუნდს ავაწყობინებ ლეგენდებით? მოგესალმებით ძმებო, მოგესალმებით. დაგიბრუნდით eFootball 25 მობაილის ბოლო ვიდეოთი. რატომ ბოლო ვიდეოთი? იმიტომ რომ რამოდენიმე დღეში გამოდის eFootball 2026 და ეს არის ჩემი eFootball 25 მობაილის ბოლო ვიდეო. ამიტომ სანამ ვიდეო გაგრძელდება, დალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერთ არხი, გააქტიურეთ ზარზღილაკი. ახლა კი დავიწყოთ. რა თქმა უნდა, ChatGPT-ს მივწერე, ამიწყო მეთქი გუნდი ხუაზე ხარ ხა და ChatGPT-ს მიერ შექმნილი გუნდი კი ასე გამოიყურება. კარებში ოლივერ კანი, შვენიერი, იდეალური, გადასარევი, გენიალური, ვერაფერს ვერ ვიტყვი. მცველები, მარჯენა არ ვიცი რა არის, მაგრამ მარჯვენა მცველი ჟულიანო ბელეტი. ოკეი? ცენტრალური მცველი კარლეს პუიოლი, ასევე მეორე მცველი ფაბიო კანავარო, შენგენაცვალემე და მარცხენა მცველი დენის ირვინი. გადავიდეთ უკვე საყრდენ ნახევარმცველზე. აქ ჩვენ ვხედავთ ფრენკ რაიკარდს CDM-ის პოზიციაზე, ხოლო შემტევზე კი იოჰან კრუიფი და კაკა. აი ხო შეიძლება და გულიტი ან ნედვედი ან პლატინი ყოფილიყო, მაგრამ არა, კრუიფი და კაკა. გადავიდეთ შემტევებზე. მარცხენა ვინგერი კარლ ჰაინც რუმენიგი, რატო? ცენტრალური თავდამსხმელი პელე და მარჯვენა ვინგერი დიეგო მარადონა. მარჯვენა ვინგერის პოზიციაზე დიეგო მარადონა არ მყავს მე, ამიტომ second striker-ის პოზიციაზე მომიწევს დაყენება. Pack this shit out. ოკეი, და ChatGPT-ს მიერ შექმნილი გუნდის, აი ასე გამოიყურება. ოლივერ კანი, ბელეტი, პუიოლი, კანავარო, ირვინი, DMF-ზე რაიკარდი, შემტევ ნახევარმცველებზე კრუიფი, კაკა და თავდასხმაში რუმენიგი, პუიოლი და second striker-ზე მარადონა. ოკეი, ორ მატჩს ვითამაშებ დღეს და ვითამაშებ ორი წამი. I am European clubs. I am European clubs. ლეგენდაზე თავისთავად. Let's go. წავიდა, აბა ვნახოთ რომელი გუნდი შეხვდება, რამე ძლიერი გუნდი, რა გთხოვ რა. მალიორკაო ძმა, ჩემი დედას პიცა ვარ, აი ეს მალიორკა ძმა. კაი, ეთამაშოთ მალიორკას ჯანდაბა. იყოს, რატომაც არა, ყველა ხოძე ხოა. კი, ხო და ასევე ჩემი თავარი მისია არის ის, რომ როგორც იცით, ან უნდა მოვიგვან ფრეთ უნდა დავასრულო მატჩი და ასევე ისიც მინდა გითხრათ, რომ არ მაქვს შეცვლების უფლება, შეცვლებს ვერ განვახორციელებს სულ რომ, ეს არის მოვიტეხო, სულ რომ ფეხბურთელი გამიგდონ კი არა და დატრამვირდეს. კაი, წავიდა, დავიწყეთ, აბა. დაიწყეს მალიორკას ფეხბურთელებმა აქტიურად გადმოვიდნენ ახლა უკვე ისინი შეტევაზე, სამუ კოსტა, ირვინ მიდი ახლა არ შემარცხენო, ირვინი კარგი იყო ამ მომენტში, კაკა, რაიკარდზე გაყოლება. პასი კრუიფზე, მარადონა, პელე მარადონა ერთად, პელე რა კარგი იყო ამ მომენტში. აბა, გადაკიდება მარადონას მართულებით, მარადონა 1-0 მე-6 წუთზე გაიხსნა ანგარიში. პელე X მარადონა. რა კარგი გათამაშება იყო, აუცილებლად უნდა ვნახოთ ეს განმეორებით. უბრალოდ მარადონას ისეთი კარდი მყავს, ერთი ბუსტერი რო სჭირდება მარტო. ერთ ბუსტერიანი კარდი, ორ ბუსტერიანი კარდი, ან მყავს და მე მგონი არც არის გამოსული, ხო? ორ ბუსტერიანი მარადონა. ოპა, აი აქ რა კარგი გათამაშება. ხო, ორ ბუსტერიანი კარდი თუ არის გამოსული მარადონასი, არ მახსოვს ძმებო და დამიწერეთ კომენტარებში აუცილებლად. ოკეი, 1-0 მე-6 წუთზე გაიხსნა ანგარიში და დავწინაურდით მალიორკა წინააღმდეგ, ირვინი იდეალურად თამაშობს. რუმე რატო დგას left winger-ზე, როდესაც უნდა იყოს ცენტრალური ცენტრ ფორვარდი რა. კაი, აქ შეცდომა, რუმე. კაკასკენ კარგი პასი, აბა. კაკა ჩაახვევს, ვერა დაბლოკეს. გადმოვიდნენ ახლა ისინი შეტევაზე. ტონი ლატო. მასკარელ. ანტონიო სანჩესი. კარგი გაყოლება სამოკოსტას მიმართულებით, კარლეს პუიოლი კარგი იყო ამ მომენტში და ოლივერ კან გაუშვათ, მოდი პირდაპირ წინ, არ იყო ეს რაღაც კარგი პასი, დაიბრუნეს ისედაც ბურთი უკვე. გადმოვიდნენ ჩვენს ნახევარზე. წამოვიდნენ ფლანგიდან ახორციელებენ შეტევას ახლა. კარგი გადაკიდება თითქოს, კარგი იყო ერთი შეხები დაარტყა მიურიქმა, მაგრამ არაფერი განსაკუთრებული. ოლივერ კან წინ გაუშვი, მოდი პირდაპირ ჯიგარო. მარადონა. კრუიფი. პელე, კაკა.
აბა კაკა, კარგია კაკა, დაარტყი კაკა, ვაიმე, კიდე დამიბლოკეს. გადმოვიდნენ ახლა მალიორკას ფეხბურთელების შეტევაზე, თქონდა მეთქვა, მაგრამ კანავარო კარგად თამაშობს ამ მომენტში. აბა კანავარო, კრუიფი პელესკენ არ მივიდა პასი. კარგად თამაშეს. აბა დონილატო, კარგი იყო პუიოლი, აბა წამოვიდა ეგრევე შეტევაზე მარადონა. მარადონა გაგდება მინდოდა, მაგრამ ვერ მოვახერხე უცებ. რუმე კარგი იყო ამ მომენტში. რუმე გაგდება. ვახ, იმენ არ დამაცადეს, კაი, ისევ შეტევაზე, ანუ იგივე მეორდება რა, გადავდივარ შეტევაზე, ნუ არაფერი არ გამოდის, თითქმის. გადმოდიან ისინი შეტევაზე და მასთაც არაფერი არ გამოდის. არ გამოდის კი. ოჩახკოკა. გრამატიკა, აი, ქართულ გრამატიკაში ასიანი. კაკა რა კარგი იყო ამ მომენტში, ჩახვევა კაკასი. ვაიმე. კარგი ჩახვევა იყო, მაგრამ ნუ ცოტათიაც და ბურთი კარს. აბა მეკარემ შეიყვანა თამაში ბურთი. არის პუიოლი, აჯობა თავისთავად, მარადონა, კრუიფი, აუ რა კაია ციუმა ჰაერმა დაუბერა. კრუიფი X პუიოლი რაღა იყო და პელე. აქ ადვენტიჯი დამიდო. ცოტა ნერვებს ავყევი, ძმებო, ცოტა ნერვებს ავყევი ბოდიში. კანავარო, პელე. აბა პელე, სოლორანი გამოვა პელეს. არა, ვერა. მარადონა. ასე კრუიფის მართულებით, გაყოლება რაიკარდი, პასი, პელე. ვაიმე. ნუ იქნება კუთხური მატჩის 44 წუთზე. ეს დამახსოვრებული, კაი. მებოდიში ძმაო, მებოდიში. აх, კაი, მოვაწოდოთ კუთხური, რა პრობლემაა ჩემო ძმაო? მოვიწამი. გავიხსენო ძველი დრო თუ ჩავახიო პირდაპირ? მოდი, აბა, გავიხსენებ ძველ დროს. ესე ტაჩლაინი, პასი. აბა, მარადონა. პასი ირვინის მართულებით. ირვინის დარტყმა, ვაიმე, ბიჭო, დამიბლოკა და ერთი წუთი დაამატა. არბიტრმა პირველ ტაიმს და პუიოლმა შეიძლება ყვითელებარათი მიიღოს, ეხლა თუ წავართვი, მაგრამ ნუ არ ამგონია აწი პირველი ტაიმი დასრულდება მალე. ეხლა დაასრულე. და ვაიმე. პელეტი გამოიტანე, აიკარ დეგარე. პირველი ტაიმი დასრულდა მინიმალური ანგარიშით იგებს ჩემი გუნდი. მინიმალური ანგარიში არ მაწყობს 50-50-ზე ბურთის ფლობა და დავიწყოთ მეორე ტაიმი. თქვენ იქამდე შეგახსენებთ რომ დაალაიქოთ ეს ვიდეო ძმებო და გამოიწეროთ არხი. დიდი მადლობა ყველას წინასწარ. გავათამაშოთ ბურთი, დაიწყო მეორე ტაიმი და ეგრევე გადავიდეთ მოდი შეტევაზე. კრუიფი, აუ რა კარგი გათამაშება იყო ესა. მარადონა, რა კარგია მარადონა. მარადონა გაუყოლოთ ბელეტის, ჩაწოდება კრუიფი. აბა რა. 2-0. აი ესე, მშვენიერი, idеალური გადასარევი, გენიალური. ეგრევე შეტევაზე წავედი, გავათამაშე და kick-off-ი შეიძლება ითქვას. kick-off-ი. გავათამაშე თუ არა ეგრევე. აბა რა. კაი. ოკეი. 2-0. ძალიან კარგი. ნუ შეეცდება რომ მალიორკა ერთი გოლი მაინც რომ გამიტანოს. კაკა, ირვინი, რაიკარდი. რაიკარდი გაყვითლებულია და ეხლა ცოტა ფრთხელ უნდა ვითამაშო რაიკარდით მე. და ზედმეტი ჩაჩეხვები და ეგეთ რაღაცები არ მინდა რაიკარდით. აბა, მარადონა, ვაიმე რა ადრე მომივიდა. აი ამ სკილის ჩატარება. ბელეტი, კრუიფი. აბა კრუიფი, ვაიმე, მეთქი გაიგდოსო ეგ არის თქო. კარგი პასი აქ. გამიქცა. სერჟი დარდერ. და რაიკარდს რა ჩვენ დაგვჭა ბურთი. ვახ, ბიჭო, ძალიან ადრე ვშვები ამ სკილებს, ანუ ვაგვიანებ. აბა, პუიოლი კარგი იყო ამ მომენტში, კრუიფი, ჯოჰონ, პელე, კაკა, მოდი გადავუკიდოთ. გადაკიდება PS21-დან. რუმე, დავარტყათ რუმეთი, ბიჭო. 63 წუთი მატჩისა და განმეორებით ნახოთ ეს მომენტი, აი ცოტა დააკლდა რომ გაეტანა მშვენიერი გოლი და აუ რა კარგად უბერავს ვაიმე. აბა, კარლა ჰაინც რუმენიგის სახელს ხედავ. კანავარო, აჯობე ხა. კანავარო დაგემართა. ირვინი. გაყოლება რუმეს მიმართულებით. აბა, რა კარგად მიიღო რუმენ ბურთი, რა კარგად დაამუშავა. რუმე, ეს უნდა გაიტანო. აუ, ძალიან შორია. ძალიან მაღალი იყო და ნუ არ გამოვიდო და ეხა თავისთავად. აბა.
პასი, პუიოლ. ნე. ბელეტი მიდი. ბელეტის აქვს სისწრაფე 101 თუ 102. და ანუ წესით ეხა უნდა აჯობოს, რა ვიცი, პუიოლი უკან პასი კანის მიმართულებით, კანი გაუშვა წინ. პირდაპირ. კარგად გაითამაშა სამოკოსტად, უნდა დაარტყა წესით. რა კარგი პასი, ბრავო. ბრავო, აი ეს იყო ძალიან მაგარი გათამაშება. აი ძალიან მაგარი გათამაშება იყო. რა კარგად გაათამაშა ახლა მალიორკამ, ნუ ეხლა ლეგენდაა და ეხლა იმას უნდა ვეცადო მე რომ არ გამითანაბრუნ, იმიტომ რომ რაღაც ძალიან აქტიურად დაიწყეს თამაში და აი არ მაწყობს, რომე, კარგი გათამაშება. მიესწარი რომე, კარგი ხარ, გენაცვალე, აბა რა, ირვინი, კაკა, აბა კაკა. უფ. აბა რა, ბიჭო, ვისა. ნუ, არა, კაკა არ არის ცუდი წვეთში, უბრალოდ ნედვედი ან პლატინი რო ყოფილიყო მანდ, უფრო კარგი იქნებოდა. კარგი გოლი გაიტანა კაკამ, 3-1. 93 წუთია და იდეაში მალე დასრულდება კიდევაც რუმენიგ, მაგრამ რა კარგად გაიგდო ერთი ფეხბურთელი, მეორე რუმენიგი დარტყმა, ბიჭო, რა ხდება? რა ხდება ძმა? 4-1. ძალიან კარგად გაიგდო აქ ორი ფეხბურთელი და ჩაუბზრიალა რუმენიგმა. მალიორკას 4-1 ნადგურდება მალიორკამ მატჩის 95 წუთზე. აბა სოლორანი დავარტყა შორიდან. ვილია 90 წუთია, ნუ ნახოთ აბა რამდენ წუთს დაამატებს, მე მგონია რომ 1-5 წუთს დაამატებს ალბათ. იმენა ვანგა 5 წუთი დაამატა ზუსტად. აბა კარგი პასი. წუთება, ნუ ოლივერ კანი ადგილზეა. შვიდად წყნარად დაეუფლა ამ ბურთს, მოდი პირდაპირ გავისროლოთ, იმიტომ რომ არ მიყვარს დროის გაყვანები. რუმე გადავიდა. რამოდენიმე წამიღა დარჩა, წამი. და ნუ რა თქმა უნდა, როგორც გითხარით, მეორე თამაშსაც ვითამაშებ. კი ბატონო, 4-1 მალიორკა ჩემი გუნდის წინააღმდეგ. ნახოთ აბა შემდეგ მატჩში რას ვიზავთ, რუმეს ხედავთ ჩვენ კადრში, რუმე მართლა კარგად ითამაშა დღეს. და მოდი ვითამაშოთ შემდეგი მატჩიც, რატომაც არა. თავისთავად ლეგენდაზე, ნუ კაი ეს შესრულებული მაგისედაც და არ მინდა და მოდი პირდაპირ გავუშვათ. თქვენ იქამდე შეგახსენებთ რომ დაალაიქოთ ეს ვიდეო და გამოიწეროთ არხი. აუ ლეგანეს რა იყო ძმა, ერთი ნორმალური გუნდი არ მომივიდა, ორი თამაში ვითამაშე და კიდევ მეორე თამაში თამაშობ უკვე და კი ბატონო. კარგი, ნუ შეცვლა რა თქმა უნდა არ შემიძლია. ჩემი გუნდი ლეგანესის წინააღმდეგ. დავიწყოთ და ხო, ძმებო, იმასაც გეტყვით რომ 2026-ში რო გამოვა, eFootball 26-ში რო გამოვა, რა თქმა უნდა, შევეცდები იმას რომ დავიწყო მაილიგა, დავაბრუნო მაილიგა. აქ რა კარგი პასი, 2 წამი. ხო და აი ეს რა იყო ეხა? რა თქმა უნდა, ჯარიმა. ხო და ყვითელი ბარათიც. ხო და მასტერ ლიგა თუ დაამატეს, ძალიან მაგარი ვიდეოები წამოვა თქვენკენ. ანუ მასტერ ლიგა არის ან მოთამაშის კარიერა, ან მწვრთნელის კარიერა. აი იმ ორიდან რომელიმე თუ დაამატეს, ძალიან კარგი ვიდეოები წამოვა თქვენკენ კვირდებით. აბა მარადონა, აუ არა ხელი ჩანდაპარა. ანუ გასწორება მინდოდა და დამავიწყდა რა, აი მარჯვენა მხარეს რო ის არის, დარტყმა და მარცხენა მხარეს რო ის არის, მოძრაობა და შემთხვევით გავიშოლე ბურთი. აბა კაკამ. და კვაიმე, მეთქი ფეხებს შორის გაუძრა თქო ძმა. ოპა, აქ კანავარო მე მგონი ყვითელ ბარათს მიიღებს. ნუ დავისაჯეთ. არა, ცუდი ჩახტომა იყო ძალიან. რა თქმა უნდა, ახლა ამაზე ყვითელ ბარათს მიიღებდა კანავარო. მარადონა. აბა, არის დაყოლება კროიფის მიმართულებით. პელე. მშვენიერი გათამაშება, აი ესე, მარადონა, კროიფი, პელე. 3 ესე იგი გამორჩეული მოთამაშე ჩემს ამჟამინდელ გუნდში, ChatGPT-ის მიერ შექმნილ გუნდში. აი ზუსტად გასახდელში გაატანა პელემ ეს ბურთი. კროიფის კარგი პასი აქვს და პელემაც მშვენივრად შეაგორა. ეხლა რა ასეც ვერაფერს ვერ დაუწუნებს, ბაუ, მშვენიერი, იდეალური გადასარევი, გენიალური, გაი. დამთავრდება ეხლა ეგრევე, კი ბატონო. გავიტანეთ და დამთავრდა კიდევაც პირველი ტაიმი. ნახოთ უკვე მეორე ტაიმში რა იქნება, 54-46-ზე ბურთის ფლობა, ერთადერთი დარტყმა აქვს მათ კარში და 5 დარტყმა მაქვს მე კარში და მხოლოდ 1 გოლი გავიდა. ესა ახლა სამართალი დაიწყო მეორე ტაიმი ეგრევე. და
ნახოთ აბა მეორე ტაიმში რამდენი გოლის გატანას მოვახერხებ. ნუ და საერთოდ მოვახერხებ თუ არა მეორე ტაიმში გოლის გატანას. იმიტომ რომ ესეთი ტემპით თუ წავედით, რავი, დიდი ერთი გოლი გავიტანო მაშინ. რაიკარდი, გავჭიმოთ რაიკარდით. კარგი დარტყმა იყო. უბრალოდ, აქ რა შეცდომა? ნერვებს ავყევი ხალხო. ნერვებს ავყევი. ოლივერ კან შენ ენაც აუ იმენა ტიპი იმენა მაგრეგორ იმენა როგორ წამოვიდა განმეორებით თუ გიჩვენებენ მაგას ძალიან კაი იქნება ორი წამი ესე რო წამოვიდა კაი ოკეი არ გიჩვენეს კუთხური რომელსაც მოაწვის ლეგანესი ზონალკი არ და მენ თუ მენ კაცო და აბა გამოვიყვანოთ ოლივერ კანი მიდი ოლივერ კან ეგ არის გამოვიტანოთ ბურთი კაკამ გაყოლება პელეს მიმართულებით. აი აქ ხა არავინ არ მეხმარება და სად გავაკეთო პასი. ოკეი, რომე წამოვიდა. აი გავიგდოთ. დავაი ისევ გავიგდოთ. ზედმეტი იყო ეგ გაგდება, არ იყო კარგი. ბიჭო, რას გადამირჩა? მაგარი გადამირჩა ახლა აქ. 2 წუთი დაამატა, 2 წუთი, 2 წუთი და ბიჭო მინიმალური ანგარიშით რავი რა, ნუ ძალიან არ მინდა მინიმალური ანგარიშით რომ მოვიგო, მაგრამ ვაიცით რა მინიმალური ანგარიშით მოგება რა არისო რა, მაგრამ ნუ მინიმალური ანგარიშით მოვიგე. ოკეი, ძმებო, რავი, იმედი მაქვს მოგეწონათ ეს ეპიზოდიც. ლეგენდების გუნდი რომ შევაქმნევინე ChatGPT-ის ბჭოენა რატომ აი რა მჭირს. კაი, ძმებო, დაალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი კი. დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, გააქტიურეთ ზარზელაკი, მე ალბათ რავი, გადათენებული მაგ და მეძინება უმაგრად. ამიტომ წავედი და შევხვდებით iFootball 26-ში. Bye bye.